Kega. Achene. Guys, beach. Kochari beach. Sadia. Am ფოტოები გადავიღე. Hamburger. Hamburger. Სამის 5 წუთია. Hamburger. აი ნახეთ. Hamburger. Jeri. სამის 5 წუთია და ეხა მოვედი 10 საათიდან გარეთ. და გარეთ ყავს ბავშვები. Ძამთელობა. ესე იგი, წურწურით განდის უკან წყალი. ის დედიკაცია. ანა. ერთი ადასია და ერთი ჩემი ვეგეტებს საკეს. თავსინჯამ ერთი ერთი მეც. Hamburger. ეგა მე რა თქვი ფერსაცელები არ დამიყავოთ მეთქი ხო? Ay, Dad. I'm gonna do it like this. Daddy, go. ხო, კარგი ხსნიკი. ესა უღე თეას განიცველი მივეცი თეას და 10 ლარი დავიწერე. ეს სათამაშოები რასაც ხედავთ. თამთას დედისგან ავიღე. 35 ლარი უნდა ჩავწერო. მანამდე ნემსზე რო წავიყვანე გეგა და რო დავითანხმე წასვლაზე და ეხლაც. რატო დედა ჭამე კაია? გემრიელია დე, გოდე ხმას არა უწიო. ანალიზები გავუკეთე. აუ. ნუ და ის დამავიწყდა. რა მაგარია დე? ეს მე მგონი 10 ლარი არის. ეს ორი ცალი 5 ლარი. ერთი გოდესი ერთი ადასი. მოკლედ. გეგა გახდა ცუდად. ანალიზები რო აუღე. ხო უჭმელი წავიყვანე ხო და ისე ცუდად გახდა, ფერი არ ხონდა, არ ეძრეოდა. როგორც ემართება ხოლმე და აი გულწასული ადამიანივით იყო, უცებ გავიქეთ. უყიდე დონატი. სხვას არაფერს არ ჭამს, გემრიოს. შოკოლადსაც კი არ ჭამს, გემრიოს. ხო, ესეც თამთას დედასთან არა აი. ნაგავს არ მიყვარს ხოლმე რომ დავყარო სადმე გარეთ. თუ სანამ ახლა არ არის და ეგა აი ასომა ჩაჭირო. ხო, და თუ რამეს ჭამთ და ნაგავი მჩება, ყოველთვის პარკში ვაგდებ. ხო და აქ წყალი მედომ არა ვუყურეთ. ერთი დონატი დაიფშუნა ადასი, იმიტომ რომ ესენი დააყარეს ზემოთ. მოკლედ არ ვიცი. რიგებია ძალიან კარგი იქნებოდა რომ ჩაწერით იყოს, აი წინასწარ ჩაეწერები და მიხვალ, ანუ ჩაწერითაც რო იყოს და ისეც რო იყოს. ადამიანს რომ მიესწრება. მე ეხლა რენტგენი ფილტვებზე რო არაფერი არ არისო.
მითხრა რომ შენ რომ მეუბნებიო ეგეთიო. იცისო ხერხე მამა და ჩუმად გეგა ტონს ნუწევ გეგა. ხო და გამგზავნა ხერხემლის ეხოზე. გადაიღეო. გეგა როგორი? ხმადაბლა თქვენ. ხო და ხერხემლის ეხო გადავიღე. პურივით კიდე. სანამ წავალთ ჩვენ და მე გავამზადებ განსაცმელებს რაღაცებს რაც წავიღებ ხო უნდა ვაჭამო ამათაცან ხოთრიცარიელი ეს მომეწონა სამაგარია ერთი 30 ლარი იყო ეს სიმისი. გეგა ჩანგილია. გეგას. იმ ქალმა მიახლოებით მითხრა მე მგონი 50 და 45 ზუსტად არ ვიცი და მე ეს გაიგებოდა. გადავიხადე. და გადახდის ისინი წამოვიღე მაინც ჯერ ანალიზები არ მაქვს პასუხები და მაგიტო. მოკლედ მე ჩუმად გეგა გავგიჟდები ახლა იმის თუ არ მომაქვს მელონი, კოტაირი და ის და ის ბიმაქსი აპიქსიმი რატო უწერია მე წითლად არ ვიცი მაგრამ ბიმაქსი გამომიწერა ახლა ესენი არის ახლა გეგასთვის. კიდევ კაიგად დაიზღვა 3. მუხრანი მეუბნება. ანტიბიოტიკიო მიცემული გაქვთ და რაში სჭირდებაო? ექიმაც ეგ მითხრა, იმიტომ რომ არ დაგინიშნო ანტიბიოტიკი, ძალიან არ მინდაო რომ ანტიბიოტიკი დაგინიშნო და მაგიტომ მინდაო რომ გაგიშვაო რენტგენზე. რომ აი ისიც ცდილობს რომ აი ბოლო იმამდე არ დანიშნოს ანტიბიოტიკი და ეხა რაქნას რენტგენის და მიხედვით დასჭირდა რომ ანტიბიოტიკი გამოეწერა გეგაზე. და რა თუნდაო შენო ეხა ხო მიეციო კაცო მივეცი, მაგრამ მაგიტომ გამიშვა რენტგენთან რომ არ უნდა და გამოეწერა. ღმერთო, ვუთხარი კიდევაც შენ პროფესორი რო ყოფილიყავი, აქ იჯდებოდი კაბინეტში მეთქი. ოღონდაც ფული არ წავიდეს სწავლებზე. მე მიხარია, იცის რომ მე არ შემიძლია ქუბავს წამალის სჭირდება, ყველაფერი შემიძლია გადავდო განზე, გინდაც საჭმელიც მაგალითად. ხო და იმას შვები, რა ქვია, ყიდულობ წამალს, როცა ვიცი რომ ეს სჭირდება ჩემ შვილს. მეტი კუჭის დამცავი მაქვს, ანტიბიოტიკთან რომ მივცე, ეს ვაშლატა მივიყიდე. საჭმელად ვიყიდე და გოდეჭამე, გეგა არ ჭამს, მაგრამ იქნება და გავასინჯო ძალით. როგორმე, ძალიან კარგებია, ძალიან ისად კარგები და რამის სისხოები ხალხო და ძალიან გემრიელი, ძალიან მინდოდა. ერთხელ ჭამე მხოლოდ ვაშლატანი, თუ იქ ორჯერ მე მგონი, აქ ერთხელ. ხო, მოკლედ, კაი, ესე მაინც მქონდეს. ეს ძველი დაზღვევის კიდე მქონდეს ჯერ რა ვიცი. აი ესენი იყო ეხა გეგასი და მოკლედ. ხო, გეგა არ გამისინჯიაო მომაშინო და გასინჯა და მაგდროს იყო რომ ეს ჩემი და ეხა არ გადამიღია მაინც ტყუილა გამოვწერე. ხო, მოკლედ ამაც შევინახე. ესეც იყო, სამშაბათს უნდა მოვიდე მე ექიმთან. ეხლა მითხრა რომ არ გადადო და მოდიო, მაგრამ ხვალ ვერაფრით ვერ მოვამეთქი, სოფელში მიდივარ მეთქი და მერე მოვავთქო. მეორე სამშაბათს. იცოდე დაგირეკავო მითხრა. რომ აუცილებლად მოდიო. ხო, დედიკო. ხერხემლის გამო მოკლედ. და მოვალ. შევეცდები მოვიდე ბავშვებს იქ დავტოვებ და მერე
მარტო გზის ფული დამიჯდება. ეთი არაფერი. მაგრამ ნახეთ როგორია მაშინ სულ დიდიდან უნდა წამოვიდე მე და როგორ მწყენს ეს მარშრუტკები ვერ წარმოიდგენთ. იმიტომ რომ იქედან ჩხოროწყუდან რომ წამოვიდე პირველის ნახევარზეა აქ. მე რიგები რო კონდეს არამე ეგეც რა ვქნა. ეს ადამა იკვია და ხალხ იქ წარმოიდგინეთ მკურნალში ვიღაც ბებოს ეჭირა ხელში და იმას ართმევდა. შენო დიდი გოგო ხარო და ესო მე მომეციო ბავშვებს უფრო სჭირდებაო. მომერთო დიდებულო. ის ხალი იცინის კდება სიცილით და მიუხედე რა მოხდა მეთქი და ნახეო რა მითხრაო რა მეთქი და აი ესე მითხრაო. ადას თქვი შენ არ სჭირდებაო დიდი გოგო ხარო. ბავშვებს სჭირდებაო. შეაცა ყავაც მინდა. ჯერ ეხა სოუზის გავუცხელებ ბავშვებს ვაჭმევ და მე მოვა. გამარჯობათ მეგობრებო. მოკლედ ძვირფასებო. ესე იგი. გაბრაზებული ვარ მეთქი ვერ მიიტყვი. მუხრანის ვეუბნები, მუხრანი ეხა. არ გინდა მეთქი რომ საქვეყნოდ მე მაგინებინო. შენა მოუტრიალე დედის მუმეთკი, ესე ვეუბნები, იმიტომ რომ ახლა მოგიყვეთ, დაიცაც აგერ დავჭდე. გაიძულა. გადი, ნატოშე ვემიოგა, ცოტა. ვემიო, გადი. გადი. მოკლე, გადი. სვენია. გაიყვანე მაგია. სვენია. მოკლედ, ძვირფასებო, შორია, კაცო, სადავჯდე, არ ვიცი. რომ გელაპარაკოთ ეხა, აქ ეხა საჭმელი მივირთით, იქ ჩემი სუმკებია როდევს და მუხა ჩემი მეორე, მესამე სუმკა იქ არ დატოვო. მოკლედ, ძვირფასებო, მე თქვენ გითხარით გუშინ ის ვიდეო რო გადავიღე. ესე TikTok-ზე არის მსგავსი ვიდეო ბევრი, რომ ქმას ცდიან თუ რა არის არ ვიცი, ქმრის იმას ნერვებს. თუ როგორი მოთმინების უნარი აქვს ალბათ, რომ აი ესე ისრიან თებს მაგიდას, აი ესე ისრიან, მერე ჩანგას, მერე საჭმელს დააბრეხვებენ ამ თებსზე და თუ გადავაწყდი მაგ ვიდეოს Facebook-ზე გავაზიარებ, მე აქ არ შემიძლია რომ სხვისი ვიდეო გადმოვიტანო, იმიტომ რომ იმის დარღვევა გამომივა. ო, მე რა გაიგე. ვი? ხო და ის რა ქვია. აი იმის მსგავსი ვიდეო მინდოდა მეთქი რომ მქონოდა, მაგრამ ხო დედა. მიდი და დავიდე. სანამ მე ამ ვიდეოს სანამ მე ამ ვიდეოს გადაღებას დავიწყებდი გუშინ, ეგ მანამ გავუკეთე მუხრანის ერთი რა რეაქცია ექნება თქო და ეს იყო უკვე მეორეც და როდესაც რეაქცია არ ქონდა და მაშინ უკვე გაახსენდა ესო გავახსენდაო მე იქ ნახი მაგო და იმას მიკეთებ შენო და მიხვდა. მოკლედ ეხა ამ კომენტარს მოყვა კომენტარი არის იქ, მე არ წამიშლია მაგ კომენტარი, ერთი წავშალი მაგის ნაწერი ისევ იმის. ხო და ვითომ გაუნათლებლობაზე მიუთითებს თურმე, აი ესეც ვიდეოს რო დებენ ადამიანები, ანუ ესე რო იქცევიან და ეგ იყო უბრალოდ სახალისო რაღაც მინდოდა გამეკეთებინა და რო არ გავივიდა მაგაზე გავბრაზდი კიდე რომ აი პირველად არ მეცა და მეთქი და უცებე გადამიღო თქო. ხო და ასე რომ არ დავბლოკე. არის ეგ კომენტარი, პასუხიც გავეცი, რა თქმა უნდა, როგორცაც იმსახურებდა. მეც და ვიწყე, აბა როგორ. სხვანაირად არ გამოვა, იმიტომ რომ ნახეთ, რო შემამჩნიეს, რომ თათია ძალიან რბილია, არ პასუხობს ესე რაღაცა. კი, რა თქმა უნდა, მე მაქვს ზომიერება და ვიცი, სად უნდა გავჩერდო და ასე შემდეგ, მაგრამ რა თქმა უნდა, რასაც იმსახურებენ, მასეც პასუხს მე. ხო დედა. კოდეძი. ხო და მოკლედ ესე ჩემო ძვირფასი. გამარჯობათ.
მოვიდით საჩინოში ვარ. მე ლაივსაც ჩავთავ თუ მშვიდად იქნებიან ბავშვები. და არის ხმაური. კი მამიდა, მშვიდად ხარ. და დღეს გოდერდი ისე დავასვენე რომ კაცი ვდება მე მგონი. გოდე გამიხატ. მოდი მაიკა ჩაი. გავიხატ. ეს მე რომ მოგეცისა მამა. შენ არ გაგი საწაიღე. ესე ერთი წამოგიღე. მოთუნ დასტიანი ვინაიტანს. ჩისტიტე ვინაუტო. ერთი წამოგიღე ასეთი. მე რომ და მავიწყო და რა მოგაკაბა. არა ის არის გოე კუჩა მგირემ ჯოგინიონი. ეს თურქეთიდან რო ჩამოგიტანე ისა? ხო და მოკლედ ესე ჩემო ძილფასებო. საიდან მოვიდა ის? რა ის ჩემ ქალობას რო ეხებიან იმ ადამიანებმა ერთი თავიანთ სულებში რო ჩაიხედონ უკეთესი იქნებოდა. იმიტომ რომ მე ვიცი ვინც. ეკლაზე არა გიყვანა. სამა შენ თუ არა იყარ მე არ ვიყარ. ხო არა მე ხარ. სამა შენ თუ არა იყარ მე არ ვიყარ. ხო არ ვიყარ. ჩემი ისინი ჯერსა და იქითაც ასულგებ. მე ავალ კლდეზე და მაისაც ამოვიყარ. ესე იგი ძვირფასებო. ეხლა არის ღამე პირველი საათი ან მეტი ცოტა თი. ხო და აქ ბავშვები ერთობიან, ცეკვავენ. იქ გავამზადეთ დასაწოლად საბაწევს ზემოთ აი იქ მისაღებში. ეხლა გოდესადაც დაკვირდა და დაკოტრიელდა. ჩემი დაც არის ჩვენთან და მოკლედ 7 ბავშვები გვყავს 4 კაცს. და ყველაზე პატარა და ბუწკუნტულა. ზლიკა და ჩემი და არიან. ესეთ ამბავში არიან, ხედავთ რა დღეშიც არიან. მოკლედ ძალიან გადაჩეული ვარ მე ამ ბოლო დროს. მაგრამ კაია, მაინც შრიამული ჩვენი ბავშვობა გამახსენდა. ის ჩემი უფროსი დის შვილია, საბუკა. ხშირად არ ჩანს ჩემთან ვიდეოებში, მაგრამ ეხა გამოვაჩინე ემალულად. ვიდეოზე რო დავიკავებ ტელეფონს ყელში გარბიან და ეხა გამოვაჩინე ერთობოდნენ და არ ქონდათ დიდად ჩემი აზრი. ის ცენტრი მუშაობს. არგა. არც რაზოს არ ქონია პრობლემა, მაგრამ უბრალოდ ეგ არის, რომ კარგი დისკები არ გვაქვს, რომ ჩვეულებრივად ბლუთუსი ქონდა საბუს ჩართული და იმას უსმენდით და ცეკვავდნენ თან ბავშვებიც.